დილა შუადღე და საღამომშვიდობისა იმის მიხედვით თუ პლანეტის რომელი წერტილიდან გვიყურებთ, ეს არის გადაცემათა ციკლი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უეჭველი ქართველია. ესე იგი, გამოჩნდები. იმედია ჩანვარ, გამარჯობა. იმედია ფოკუსი არის გასწორებული. ჩემი ოპერატორი აგვიანებს, ამიტომ გადავწყვიტე რომ დავიწყო გადაცემის მე თავად ჩაწერა. მე ალექსი მეგრელიშვილი ვარ, ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი და შემოგთავაზებთ ყოველკვირეულ გადაცემას, რომლის ფარგლებშიც გაცნობთ ემიგრანტებს, რომლებიც ცხოვრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მანამ სანამ ოპერატორი მოვა, სტუმარი მოვა და დავიწყებთ დღევანდელი გადაცემის ჩაწერას, მინდა გთხოვოთ რომ გამოვყვეთ სოციალურ ქსელებში, იქიდან გამომდინარე რომ ჯერჯერობით სპონსორი არ ყავს, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა, რომელიც ჩემს мотиваციაზე პირდაპირ პროპორციულად აისახება. ასევე შეგიძლიათ რომ გამოვყვეთ პლატფორმა Patreon-ზე, სადაც შეგიძლიათ რომ ხარი დაგვიჭიროთ და მათ შორის გეძლევათ ექსკლუზიური საშუალება რომ სტუმარს თქვენ თავად დაუსვათ კითხვა. სტუმრის ვინაობა პატრეონელებს გეცოდინებათ სხვებზე უფრო ადრე, წინასწარ და თქვენი მოწოდებული კითხვა შემიძლია რომ ამ გადაცემაში თქვენივე სახელის და გვარის დასახელებით ან სურვილის შემთხვევაში ანონიმურად დავასახელოთ და ვკითხო სტუმარს. ცოტა ხანში მოკლედ მოვლენ როგორც გითხარით ოპერატორი და სტუმარი და დავიწყებთ დღევანდელ ინტერვიუს. მოვიდა უკვე ოპერატორი, სტუმარიც ადგილზეა, შესაბამისად, მოდი დღევანდელი გადაცემა გახსნილად გამოვაცხადოთ. რა თქმა უნდა, დღესაც ჩემი გადაცემის სტუმარი არის უეჭველი ქართველი. უეჭველი ქართველი, მაგრამ უკრაინული გვარით. ლალი დანილუკ არის ჩემი გადაცემის სტუმარი. გამარჯობა. როგორ ხართ? მიხარია თქვენი ნახვა და თქვენი ამ გადაცემაში სტუმრობა და მადლობა რომ გვითმობთ დროს. როგორ ხართ? შენიერი ამინდი დაგვემთხვა ნიუ-იორკში, რაც კი როგორც იქნა. მოვიდა ზაფხული ნიუ-იორკშიც. კი ბატონო. ცენტრალ პარკთან ვართ და მოდი პრინციპში ისე დააჭირა ამ ჩემის წინა სიტყვაობის პერიოდში. ცოტა რომ გავიაროთ, აჯობებს ხო. მზემ რომ შევიდეთ პარკში და დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი ინტერვიუ. მოდი გაგვეცანით, ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, არაფერი ვიცით თქვენზე. როგორ ფიქრობთ, საინტერესო რესპონდენტი ხართ? თუ შეიძლება იყოს ერთი უღიმღამო ინტერვიუ, რომელიც მაყურებელმა ჩათვალოს, რომ ეს რა ინტერვიუ იყო. ხუმრობთ, მაგრამ რიტორიკული კითხვაა, მაგრამ მაინც თქვენი პასუხი საინტერესოა. მაქსიმალურად შევეცდები, რომ ვიყო გულწრფელი. და რა ვიცი, ალბათ კარგი რესპონდენტი ვიქნებ. კი ბატონო. ვინ არის ლალი დანილუკ და რატომ უკრაინული გვარით და იქნება არ არის უეჭველი ქართველი? ეგ ძალიან კარგი კითხვაა. ეხლა ლალი დანილუკი არის ადამიანი, რომელიც დაიბადა ბათუმში. ჩემი რაღაცა გარკვეული ცხოვრების ნაწილი გავიზარდე, სწავლობდი ბათუმში. მერე ნახევარი ის ნაწილი, რომელიც მაგ საქართველოში ცხოვრობდი თბილისში და ეს ორი ქალაქი ჩემთვის როგორც ბათუმი, თბილისი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ჩემ თბილისელ მეგობრებს არასოდეს არ ქონია აღქმა, რომ მე არ ყოფილვარ თბილისელი და ასევე ბათუმშიც. თუმცა მე თავიდან ბოლომდე ბათუმელი ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს ორივე ქალაქი, იმიტომ რომ ორივე ქალაქში გავატარე ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი და საინტერესო ნაწილი თან. ერთი საუკუნის წინ უკრაინაში იყო გოლოდომორი. რამაც ჩემმა ბაბუამ მამის მხრიდან გადაწყვიტა რომ გადაერჩინა ოჯახი და გადაწყვიტა წასულიყო ემიგრაციაში ოდესიდან. ვერ მიუსწრენ ამერიკის გემს. და იქვე იდგა პატარა გემი, თევსაჭერი გემი, რომელიც მოდიოდა ფოთის პორტში და ბაბუამ ესეთი რაღაცა თქვა, რომ ანუ არ ვიტყვი ამას ახლა რუსულად და მოდი ქართულად გადავთარგმნით, რომ ქართველები ჩვენი ძმებია და ისინი ჩვენ პულს ნამდვილად გვაჭმევენო. და ესე ჩემი წინაპარი, ჩემი ბაბუა ჩამოვიდა საქართველოში თავის დებთან და დედმამასთან ერთად და დასახლდნენ თავიდან ცოტა ხანი ფოთში იყვნენ, მერე ქობულეთში და მერე ბათუმში. ანუ ესე იგი ამერიკის ნაცვლად მოხვდნენ ფოთში და მოხვდნენ ფოთში. და ანუ ჩვენ გაქართველებული უკრაინელები ვართ და ამიტომ უეჭველი. შემიძლია ვთქვა, რომ უეჭველი ქართველი ვარ. იმიტომ რომ ქართველი ვარ. კი ბატონო. ამ კულტურაში გავიზარდე, ამ კულტურაში მოვიხარშე, ანუ ყველაფერი ხასიათიც ქართული მაქვს. კი ბატონო, სასიამოვნოა.
ხართ მხატვარი. მოგვიყევით რა ჟანრის მხატვარი ხართ და რამდენად აქტიურად ხატავთ დღესაც ამერიკაში თუ ემიგრაციამ ცოტა გაგაზარმაცად. არა, ემიგრაციამ ძალიან ბევრი გამოწვევა მოიტანა ჩემ ცხოვრებაში. ძალიან ძნელია ემიგრაციაში და ამ რეალობაში ფულ არტისტი იყო, საერთოდ წარმოუდგენელია. მაგრამ მე ადგილმდებარეობა შევიცვალე, წამოვედი ემიგრაციაში იმის გამო, როგორც არტისტი გავსდილიყავი. ანუ კარიერის გამო წამოვედი და ბევრი მიზეზების გამო, რასაც შემდეგში ვილაპარაკებთ, ალბათ ამაზე შევეხებებ და თემებს, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკვე იმას საკში, რომელსაც ასაკშიც მე გადავწყვიტე და წამოსულიყავი ემიგრაციაში, რომ უკვე შემეცვალა ადგილმდებარეობა. მე პირდაპირ დავიწყოთ მაგაზე საუბარი. რამდენი ხანი ამერიკაში ხართ? რა ასაკში წამოხვედით და რატომ წამოხვედით? და ეს იყო დიდხანს დაგეგმილი გადაწყვეტილება, თუნდაც ბაბუის ოცნება რო აგესრულათ მერე თუ ეს სპონტანურობა გჩვევიათ და ადექით და წამოხვედით. ერთი ეპიზოდი ის რომ მამაჩემმა მითხრა ერთხელ. იმიტომ რომ მე რაღაცა ესე გეგმავდი მაინც ევროპას და იტალიას, იმიტომ რომ მანამდე რაღაცა ესეთი მცდელობა ერთი მქონდა და უკვე რაღაც ფუნდამენტიც იყო პატარა რომ წავსულიყავი იტალიაში, მაგრამ ანუ რო შეიცვალა სიტუაციაც პოლიტიკური. პირველად ცხოვრებაში გავიგე მამისგან ესეთი ფრაზა, ადექი და წადი. შენ აქ ვერ გაძლებ. ძალიან კარგად მიცნობდა და ძალიან კარგად იცოდა ჩემი ხასიათი და რომელიც ჩვენც გვინდა რომ გავიცნოთ. ანუ ეს ჩემი საშინელი უსამართლობის შეგრძნება და ემპათია, ჰიპერემპათია ძალიან მოქმედებს. ეს იყო რომელი წელი? ეს იყო 2011-12 წლები იყო და ანუ ცდელობა მანამდეც ანუ უკვე რომ დავბრუნდი მე იტალიიდან საქართველოში, მე ჩემო საუკეთესო მეგობარმა მითხრა, რომ მოდიო ამერიკა გეცადაო. და მოდი ამერიკა გეცადა და მეთქი არ ვიცი მეთქი შეიძლება ვიზა არ მომცენო და მოდიო რა ცადეო, იმიტომ რომ თავის ტყუპის ცალზე მითხრა, რომ ისიც აპირებსო და ისიც ჩემი საუკეთესო მეგობარია. მეთქი ანუ ახლა თლათ მარტო არ ვიქნებით ხო, ანუ ეს უცებ ადგე და მარტო სადღაც წახვიდე ძალიან ძნელია და ისე დაალაგდა ყველაფერი. უკვე 2014 წელს რომ ესე მიყოლებით რაღაცა გაგვიმართლა და წამოვედით დღეს. ეს ყველა აქ ვართ, თითქმის ვისაც გვინდოდა წამოსვლა საქართველოსთან. გავიდა 10 წელზე მეტი ესე 11 წელი გავიდა. თავს უშველე. თავს უშველე, ანუ გულწრფელად ვამბობ, რომ თავს უშველე. იმიტომ რომ ამ ფსიქიატრიულში დავამთავრებდი საქართველოში, ან ციხეში. ესე მძაფრი აღქმა, საიდან თქვენ არ იყავით პოლიტიკოსი, მესმის რომ ხელოვანს ყოველთვის აქვს ამბოხი და პროტესტი. ყოველთვის არა, მაგრამ საერთოდ არ მაღელვებდა რა ხდებოდა მანამდე 2013 წლამდე. არ მაღელვებდა. კი, იყო რაღაცა გაურკვევლობები, იყო რაღაცა დაძაბულობები, მაგრამ ანუ იოლად გადამქონდა ეს ყველაფერი და ანუ რაღაცა არ იყო ესეთი აბსურდული. და უცებ 2 წელიწადში, მე 2015-ში წამოვედი და 2 წელიწად ნახევარში თუ რაღაცა ამ პერიოდში უბრალოდ გაუგნებული დავრჩი. რომ ადამიანებს არ ესმოდა მთავრობას და ხალხს შორის არ იყო კონექშენი, არ ესმოდა ჩვენი. მაყურებლის ნაწილს გაუჩნდება კითხვა, რომ მანამდე ხელისუფლებას შორის იყო თუ არა ეს ჩატეხილობაო და მაშინ მანამდე რატომ არ ხონდა ეს 2012 წლამდე რა საკეთებდიო? არა ხო 2012 ხო ახლა 2014-მდე უკრაინელებს რომ ეს 8 წელი რა საკეთებდითო, მაგრამ არა, ჩვეულებრივ ცხოვრობდი, ქმნიდი, ხატავდი, ვაკეთებდი გამოფენებს, ჩვეულებრივ ჩემ კარიერაში ვიყავი და როგორ არა. ისინიც არც თუ ისე კარგად იქცეოდნენ, მაგრამ იმათ ინტელექტი ჰქონდათ და იმათთან დიალოგი შეიძლებოდა. რაღაცა ფორმით შეიძლებოდა მიგეწვინა ხმა. აქ შეუძლებელია, ანუ მე არ ვიცი, ახლა შეიძლება იმხელა ხეითი მომხდება ამის გამო, მაგრამ ანუ საშინლად იქცევია. ამ ყველაფრის მიუხედავად ემიგრაციაში რატომ წამოხვედით? ამ ყველაფერზე, რასაც უყურებთ, აქედანაც ხომ ადევნებთ თვალს და აქედანაც გეშლებათ ნერვები. საშინლად. იქ აგეშლებოდათ ნერვები თუ ამერიკიდან აგეშლებოდათ, რა განსხვავება იყო?
ის განსხვავება რო იყო თავისუფლება არის მეტი. აქ თავისუფალი ხარ. მეტი განვითარების საშუალება გაქვს. მიხვდი, იქ ანუ დიქტატურის ფორმაც ბანძი აქვს. ანუ მიხვდი, მე დავიბადე საბჭოთა კავშირის დროს. მე 11 წელს ვიყავი საქართველოს რო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა. მე მახსოვს ის ფერები, რომელიც იდგა გარეთ. მე მახსოვს ის სისტემური ის რაც ანუ სისტემურად რას ვაკეთებდით. ჩხონებულ ბებიაჩემს, რომელმაც გაიარა მეორე მსოფლიო ომი და იყო ომის ვეტერანი, რომელთანაც ვთქვი, რომ მე არ მინდა პიონერობა და რატო უნდა ვისწავლო ეს სულელებული პიონერული რაღაცა ლექსი თუ პატაკი თუ რა არ ვიცი რაღაც. ბებიაჩემა გამარტყა ჩუ გაჩერდი დაგვიჭერე და ამ რეალობაში უნდათ ქვეყნის დაბრუნება და როგორ არ მოგეშლება ადამიანურად ცხოვრების რაღაც ეტაპზე პიონერის არა არ მომიწია მე არ მომიწია იმიტომ რომ 9 აპრილი რომ მოხდა იმ მეოთხე კლასში ვიყავი და მახსოვს 9 აპრილი რომ მოხდა და მახსოვს რეაქცია დედაჩემის რომ დავბრუნდი სკოლიდან რომ დედაჩემი იჯდა ესე თავში ხელწაშინებული და დედა რა მოხდა და ბავშვები მოკლეს ასე თავისთვის ლაპარაკობ მე კი არ მომართ აი თავისთვის ლაპარაკობ და ბავშვები დახოცეს და ანუ იმ 2 წლის პერიოდში და განმავლობაში როგორ იცვლებოდა ყველაფერი და დამოკიდებულება ამ სისტემის რომ ნელ-ნელა ნადგურდებოდა და როგორ უცებ ჩემი ქალაქი და ჩემი ქვეყანა უცებ აი რუხით სერიტონებიდან გამოვიდა და გახდა უცებ ლამაზი ჭრელი და ფერადი ეს თავისუფლების შეგრძნება რომ მივიღეთ ესენი ისევლე ზღუდავენ ამას და მე ადამიანურად არ შემიძლია აბსოლუტურად არა ვარ ანუ პოლიტანალიტიკოსი მე ასე თუ ისე არ მესმის კარგად მაგრამ ადამიანური შეგრძნებით მე ესენი მახჩობენ და ბევრ ჩემ მეგობარს და ბევრ ჩემ ახლობელს პატრიოტიზმი როგორ გესმით პატრიოტიზმი როგორ მესმის იცი რა არის იქიდან გამომდინარე რომ მაინც ორი ეროვნებაა ჩემში ხო ანუ როცა დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი ვერაგულად დაარტყა რუსეთმა ანუ რაღაც მომენტში ისეთი სურვილი მქონდა რომ რაღაცა გამეკეთებინა და რა თქმა უნდა როგორც არტისტმა ავიღე და პროექტის კეთება დავიწყე და ეს იყო ჩემი გამოხატვა მაგრამ პატრიოტიზმი შეიძლება შორიდანაც კონდეს და აკეთო აქ ქართული საქმე იმათვის და აქედან ეს სწორედ ამიტომ გეკითხებით რომ თქვით რომ თავს უშველე და წამოვედიო მაყურებელს არ გაჩნდეს განცდა რომ შენ რა გიჭირს წახვედი თავს უშველე და ქვეყანა არა მიჭირს ძალიან განმიცდი მიჭირს იმიტომ რომ ძალიან მენანებიან ის ადამიანები რომ დღესდღეობით უსამართლობაში არიან ის ადამიანებიც მენანება და იმ ადამიანებთანაც მაქვს ეს განსხვავებული შეხედულება კი რა კარგი დამოკიდებულება რომელიც რაღაც ილუზიაში არიან რომ ყველაფერი კარგადაა არაფერი კარგად არ არის უბრალოდ შეუძლებელია რომ ძალიან ძნელია გააგებინო ყველას რომ არ არის ყველაფერი კარგად მომენტალურად თემას შევცვლი და საინტერესო ტატუების შევნიშნეთ ეს ხელებს შეგიძლიათ რომ მოგვიყვეთ ეს ანუ ეს უფრო იცი რა არის პროტესტი არის რაც თუ დამართნია ჩემ ოჯახს დამართნია რუსული მთავრობის გამო ერთი საუკუნის განმავლობაში და რაც თუ ტრაგედია ვქონია გინდ ბაბუაჩემს ბებიაჩემსაც რომელიც იყო ომის ვეტერანი და მამაჩემსაც თავის სამსახურშიც იყო რაღაცა აი ამადგან გამომდინარე და ანუ რუსკი военный корабль иди нахуй ანუ ეს გავიკეთე 1 მარტს 2022 წელს. ერთხელ მომწერეს Facebook-ზე, რომ არ გეშინია ხელი რომ მოგაჭრანო, რომ დაბრუნდებიო. მეთქი რა? ანუ ასაკეძე თქვენ არ ხართ და არ გეშინოდეს. ანუ რისი უნდა მეშინოდეს, ანუ ცხოვრებაში მაშინ. რაც არ უნდა უშიშარი ქარი. იქიდან გამომდინარე რომ მე არ მყავს ოჯახი. არ მყავს და-ძმა. მამა გარდაიცვალა ისე რომ აქ ვიყავი და ეგ ცალკე ჩემი
ჩემი პირადი დრამა და ძალიან და ვერ ჩახვედით მის ვერ ჩავედი, ხო, ჩემმა მეგობარმა, ჩემი მეგობარი 3 წელიწად ნახევარი უვლიდა როგორც თავის საკუთარ მამას და ძალიან გამიმართა ხელი და როცა მომენტი იყო რომ ეს ტრაგედია გადადიოდა უკვე რა ფორმაში იყო, იცი რომ მე უკვე ჩემი საჭიროება იყო რომ იქ ყოფილიყავი, უბრალოდ მითხრა ჩემმა საუკეთესო მეგობარმა რომ ლალი მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ შენ მანდ დარჩე და შემინარჩუნა აქ ცხოვრების საშუალება. ეს არის როსტომ დიასამიძე, ჩემი საუკეთესო მეგობარი ბათუმელი. რაჯობია, კარგი მეგობარი. ბათუმის კოლორიტი არის და ძალიან მისიმადლიერი ვარ. აი, ისეთი მადლიერი ვარ, რომ ანუ ყოველი წამი, ყოველი მომენტი ჩემი აქ ნიუ-იორკში ცხოვრების, ვიცი რომ იმ ადამიანის დამსახურებაა 2019 წლიდან. იმიტომ რომ მქონდა მომენტი რომ უკვე გაუსაძლისი სიტუაცია იყო, იმიტომ რომ ამასთან ერთად მამას 2 დაავადება ჰქონდა და ძალიან აგრესიული იყო და არავის არ უჯერებდა. და ამ ადამიანმა გააკეთა შეუძლებელი. მოკითხვა ამ ადამიანს დიდი პატივისცემა. კი, ძალიან მიყვარხარ. როსტომ ძალიან მიყვარხარ საყვარელო. ანუ ვინ გყავთ, არავინ გყავთ? არავინ გყავს, არა, აი ესე ოჯახის წევრი, აი არც მე შევქმენი ოჯახი, არც მე მყავს შვილები, უკვე ფიზიოლოგიის გამო, რაც რო არ გამეკეთებინა ოპერაცია შეიძლება 2023 წელს ძალიან ფატალურად დამთავრებულიყო ჩემი ამბავი. ამიტომ ერთადერთი აი როგორ ვთქვა, ქართულად ვერ ვამბობ კარგად, მაინც ვთქვათ მსმენელისთვის რომ მე ორენოვანი ადამიანი ვარ და მითხარით რის თქმას ცდილობთ და ვეცდები რომ ანუ უნარი რო აღარ მქონდეს თავის მოვლის, აი მაგის მეშინია. უნარობა, ხო? უნარობა, კი, უნარობის, ანუ სიბერეში გეშინიათ რომ იყოთ უნარო და სპეცი მოსავლელი. ხო, აი ეგ ერთადერთი ეგ მაშინებს და დანარჩენიც ყველაფერი კარგად არის. კი ბატონო და ეს თქვენი პიროვნული გადაწყვეტილება იყო რომ დაუშვათ ოჯახი არ შეგექმნას თუ ბედმა ასე განაპირობა და ვიყავი ერთხელ მყავდა ოჯახი. კი ბატონო. კი, ერთხელ ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ არც თუ ისე კარგი ფინალი ქონდა ამ ყველაფერს და ამაზე ანუ არ მიყვარს ამ თემასთან მიბრუნება. უკვე ჩემთვის არ არის საინტერესო, იმიტომ წარსულია, რომელიც აღარ მახსოვს, სიმართლე რო გითხრა და ნუ მაგის მე რაღაც შეხედულებები რა თქმა უნდა შემეცვალა. ანუ ამ მიმართულებით და ისე ბედნიერი ვარ და ისე კარგად ვარ მარტო. ჩემო ალექსი. ანუ როგორც მინდა ისე ვცხოვრობ, აი აბსოლუტურად, თან არტისტი რო ხარ, ცოტათი ძნელია, იცი, შემოქმედება და ოჯახი შეათავსო ერთმანეთთან. ძალიან შეუძლებელია ფაქტობრივად, იმიტომ რომ ზოგჯერ რაღაცა ის რომ აქვს პერიოდი რომ მუშაობ და ანუ ვარ აი ამ ჩემი იმაში რა ქვია სივრცეში უბრალოდ კარის გამოკეთვა მინდა და მარტო ყოფნა და ამას ოჯახთან ვერ აკეთებ. თქვენი სახლი სად არის? აი საქართველოში რომ ჩახვიდეთ, ვინგელოდებათ, მიუხედავად იმისა, რომ თქვით რომ არავინ აღარ გყავთ. არა, არავინ არ მელოდება. სახლი გაქვთ? მქონდა თბილისშიც და ბათუმშიც და ну რაღაცების ფინანსური სიტუაციის გაუმჯობესებლად აქ და რაღაცების გასაკეთებლად ორივე სახლი გავყიდე. ანუ ამერიკაში წამოსასვლელად გაყიდეთ? არა, არ გამიყიდია. ამერიკაში ისე წამოვედი. ჩვეულებრივად 2022 წელს გავყიდე და 23 წელს გავყიდე. აჰა, გასაგებია. ანუ სახლი კერა არ მაქვს საქართველოში. არა. აი რა გზნობაა, როდესაც ყიდი სახლს, მათ შორის იმას, სადაც დაიბადე და გაიზარდე და აი ამ თანხას რომ ჯიბეში იდებ, ეს მომენტი გითხარით რა გზნობაა? იცი ვერ აღწერ ამას, იმიტომ რომ არანაირი შეგრძნება არ მქონია. მე იმდენად მაინც შინაგანად ვიცი რომ არასოდეს არ დავბრუნდები საქართველოში საცხოვრებლად. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, მაგრამ არც ამერიკაში ვაპირებ ბოლომდე დარჩენას. აბა რას აპირებთ? ალბათ უფრო სადაც ოკეანეა და სითბო. ოკეანის მეტი რა არის? არა, აქ ის სითბო არ არის და ის სუბტროპიკი არ არის, რაც ბათუმში ვიყავი. რაღაც გეგმა, ფხილათნიკა, რაღაც გეგმა მონახაზი გაქვთ აშკარად, გითხარით მეტი აბა. იცი რა არის, არ მიყვარს ერთ ადგილზე გაჩერება. მაინც არ მიყვარს იმდენად
სულ ვიყავი ამ ცვლილებებში თელი ჩემი ცხოვრება და ახალგაზრდობა საკმაოდ ახალგაზრდა წამოვედი სახლიდან და მარტო გადავწყვიტე ცხოვრება და ანუ სულ ცვლილებებში ვიყავი ჩემ პირადულ ანუ აი ყოფითი ცვლილებები რომ ამან მერე უკვე ჩემ უკვე ამ ზრდასრულ ასაკშიც იმოქმედა იმ თვალსაზრისით რომ ვერ ვჩერდები მაინც ერთ ადგილას. არ მყოფნის ის სივრცეები, რომელშიც ვარ. ხო, ერთი მოგზაურობა გბეზდებათ, წახვალთ მე სხვა თავგადასავალს. ხო, ანუ ერთი იმიდან თავგადასავალიდან მეორე თავგადასავალში მიყვარს გადავარდნა. მაგრამ აი ესე უბრალოდ ამერიკამ ძალიან დამიჭირა ამით თავისი რაღაც აი ეს ბიუროკრატიული საკითხებით, თო სწრაფად რომ მომხდარიყო არ მგონია რომ დღეს ცენტრალ პარკში გვესეირნა. დაგიჭირათ თუ ჩაგეჭირათ და ეს არის ბორკილი. როგორ ფიქრობს? კი, რაღაც მომენტში არის. კი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცაზე მომიწია კარიერულად ვარის თქმა. იქ სადაც ფიზიკურად უნდა ყოფილიყავი, ვერ ვიყავი და მაგრამ წამოხედით ამერიკაში როგორც თქვით კარიერული წინსვლისთვის და თუ კი, მაგრამ ეგ ხო ჩემზე არ არის დამოკიდებული ბიუროკრატია და პოლიტიკური ვითარება ამ ქვეყნის. არიცოდით რომ ეს არსებობდა რომ მოდიოდით? კი, მაგრამ რაღაცა მაინც ილუზიაში ვიყავით. მეოცნებე ქალი ხარ? კი, ვარ. კი, მეოცნება რო არ ვიყო, ვერ გადავრჩებოდი. ვარ, კი. კი, რაღაცა აი რო ანუ აი 28 მარტს 2015 წელს რო გამოვედი აეროპორტიდან, კენედის აეროპორტიდან ფიფქები მოდიოდა, თოვლის ფიფქები მოდიოდა. არა და გაზაფხულია და ნიუ-იორკს თურმე აქვს ეგ მომენტი, რომ გაზაფხულზე იცის ზოგჯერ წამოთოვება. და ამბობენ, რომ ვინც ამას შეესწრება, ძალიან დიდი რაღაც ანუ ეს ბედნიერება და მომავალი ელოდება და მე აეროპორტიდან გამოვედი თუ არა, აი ამ ფაქტს შევესწარი, რომ ფიფქები მოდიოდა და პირველი ჩემი რეაქცია იყო, რომ სახლში ვარ. სახლში ვარ და ძალიან მალევე ჩამოინგრა ეს ილუზია, ესე გაქრა როგორც საფრის ბუშტი. როგორ განავითარა გაზაფხულის ფიფქებმა თქვენი ნიუ-იორკული ცხოვრება მაშინ? თუ იცი რა არის, ეხლა მართლა ისეთი მომენტი არის, რომ არ შეიძლება, მაინც ახლა გაუჭირდება, ბევრ მაყურებელს ექნება ეგ რეაქცია, რომ აი ამერიკაშია და რა ხელებს და ალაპარაკებს. აქაც საშინელი კრიზისები გვაქვს, რომ ჩამოვდივარ, უცებ გვეცლება შეხედულება, უცებ ხვდებით, რომ ეს ყველაფერი არ არის ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. უცებ შენი ერთს დაგეგმავ და შენი გეგმა აბსოლუტურად რაც არ უნდა დაგეგმო, მაინც სხვა გზით მიდის ყველაფერი. საშინელი კრიზისი გავიარე პირველი 6 თვე, საშინელი დეპრესია დამემართა. თან მქონდა საშუალება ამ 6 თვეში უკან დაუბრუნებულიყავი. მაგრამ იმას ვეუბნებოდი თავს, რომ შენ მიიღე გადაწყვეტილება, შენ ადექი და წამოხვედი. ახლა გარკვეულად არტისტი ვარ, გვაქვს ეს რაღაცა დრამატულობა და მაზოქიზმი. დრამები და დეპრესიები გარემო განაპირობებს თქვენ ცხოვრებაში ამას თუ მაინც მიდრეკილი ხართ ამ ყველაფრისკენ, სულ რომ არ იყოს მოძებნით და ჩავარდებით დეპრესიაში. ალბათ ეგ არის. როგორც შემოქმედი. ალბათ ეგ არის, ანუ რაც თქვი, კი. უფრო იცი რა არის? უფრო ნაყოფიერია თქვენი ხელოვნება მაგ დროს? კი, უფრო ნაყოფიერია. მეტად იცი რა არის? ცხოვრება ზოგადად ძალიან რთული რამ არის და დრამატულია. ანუ რაღაცა ეს ზედაპირულად ამ ყველაფერზე ყურება და ამ დინებას გაყოლება ჩემთვის არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ხაც მომენტში რო არ ჩაუფიქრდე ყველაფერს, ალბათ ვერ გავაგრძელებდი სვლას. ანუ ყველა კრიზისი ჩემთვის მოაქვს როგორც არტისტისთვის კარგი შედეგი, იმიტომ რომ რაღაცა იქმნება, რაღაცის თქმა მინდება. და არც თუ ისე იოლი და მარტივი ფორმით ვამბობ ამას. როგორ ფიქრობთ თქვენი ხელოვნება დარჩება საუკუნეებს თუ ისევე მალე მიეცემა დავიწყებას როგორც ჩვენი ხრწნადის სხეული მაგალითად? არა, კარგი კითხვაა, იცი? იმაზე რომ ვიფიქრო რომ ჩემი ხელოვნება დარჩება თუ არა, ძალიან სხვაგან წამიღებს, ხვდები ეს ყველაფერი. ძალიან დამძიმდება. ამაზე არ ფიქრობთ, ძალიან დამძიმდება, მაგრამ მე გეტყვი ერთ რაღაცას, რომ რასაც ვაკეთებ, იმას ვაკეთებ ძალიან გულწრფელად. რასაც იმ მომენტში რა ემოციით ვარ და რასაც ვფიქრობ, ის გადმომაქვს. მხატვრების უმეტესობა ასეა, მაგრამ თქვენი ნამუშევარი დარჩება თუ არა?
ისტორიას. დარჩებ. ძალიან კარგი. მინდა რომ მაყურებელთან დაგაბეზღოთ, ჩაგიშვათ და ვუთხრა რომ სანამ დაიწყებოდა ჩვენი ჩაწერა, თქვენ მთხოვეთ რომ გინდოდათ სათვალით ყოფნა ამ ინტერვიუს განმავლობაში. სევდიანი თვალები მაქვს და არ მინდა რომ გამოვაჩინო. 2010 წელს გამოფენაზე მეორე დღე მქონდა გამოფენის და ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა, ვისაც ძალიან მოწონდა ჩემი შემოქმედება. ანუ მოვიდა გასაცნობად და აი ლაპარაკში აი უცებ ესე გაჩერდა და 9 საათი გელაპარაკებითო და ამდენი სევდა არავის თვალებში არ მინახიაო, თქვენ რო გაქვთო და თი მართლა თქო, მე მაინც მგონია რომ ხიარული ადამიანი ვარ თქვენ. არა, თქვენი მხიარულება თქვენ სევდას უბრალოდ მალავსო. თქვენ ძალიან სევდიანი ადამიანი ხართო და პრინციპში რომ მოვიხსნა სათვალე და რო შეხედოთ, არ ვიცი რატო ხდება ეს. ალბათ მაინც იმის და გამო რომ ემოციებს ვცდილობ რომ ემოციები დავფარო. სათვალეში მაინც გააკეთო. იმიტომ სათვალეში დაცულად ვცნობ თავს. ანუ ეს რაღაცნაირი ჩემი ფორმა, დაცვის ფორმა. აუცილებლად გაჩვენებ და მიხვდები რომ ძალიან სევდიანია. სულ ისა აქვს რა ქვია, ანუ რაღაცა მე არ მიყვარს, არ ვიყურები ძალიან ხშირად სარკეში. თითქმის ისე შეიძლება გავიდეს ერთი კვირა რომ სარკეში არ ჩავიხედო. თუმცა ჩემი თავის მიმღებლობა და სიყვარული ძალიან დიდი მაქვს, მაგრამ იმდენად ბევრ ამას მეუბნებიან თვალები, რომ არ მინდა ზოგჯერ ამის გაგონება, ზოგჯერ ილუზიაში ყოფნა მინდა სიმართლე რო გითხრა. ანუ აი არ მინდა რა. ზოგჯერ მინდა რომ რაღაცა ანუ ესე დავიმალო და ვიცხოვრო ილუზიაში, რომ ძალიან ძნელია. ფსიქიკურად შეშლილი ადამიანების ხომ არ გშურთ ხოლმე ზოგჯერ რომ ისინი ამას ვერ აღიქვამენ. ძალიან. და ნიუ-იორკში რო ჩამოვედი და ამდენი ფსიქიკურად შეშლილი რო დავინახე ქუჩაში, მეთქი რა ბედნიერებაა, რომ აი შეუძლიათ ესე თავისუფლად იყვნენ და რაღაც მომენტში ისინი მე სულ არ მიმაჩნია ფსიქიკურად შეშლილები, იქნებ საპირისპიროთ იყოს, ჩვენ ვართ ალბათ შეშლილები. ნაყურებელს უნდა უთხრა რომ თქვენ ხართ ესე იგი მოვიძიეთ თქვენზე ინფორმაცია ინტერნეტშიც და ხართ ყოფილი ჯეობარელი. თუ მჯეროდეს. აი მართლა თუ მჯეროდეს რომ ეგ იპოვე. საიდან ამოყავით ამ ჯეობაში? ძალიან ცოტა ინფორმაციაა მაგაზე და ძალიან ცოტა კადრებია. კარგი რისერჩი გავაკეთე, კარგი მოძიების მექანიზმები. ეგ იყო 2006 წელი, ეგ იყო მეორე სეზონი. თავად დამირეკა რუსთავი 2-მა. ეს პროექტი იყო ძალიან აქტუალური, ითვლებოდა გარყვნილების ბუდეთ და მახსოვს გარეთ რუსთავი 2-ს გარეთ პროტესტებიც იყო ამასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ შეაფასებთ გარყვნილების ბუდე? რამდენ დროს? რა დრო დაყავით? ერთი თვე. ჯეობარში გატარებული ერთი თვე როგორ იყო? გარყვნილების ბუდე, არა, ხალხო რა სისულელია რა. ეს აღიქმებოდა ჩემს რა გარყვნილების ბუდე, ხა ნუ რაღაცა მერენდელის სეზონები ცოტა უფრო ისეთი იყო რაღაცა, ნუ ხდებოდა რაღაცები. მაგრამ არა, აბსოლუტურად არა, უფრო მეტად ფსიქოლოგიურად ტრამვირებული უფრო გამოვედი იქედან. რატომ? ანუ მაყურებლისთვის უნდა ვთქვა, რომ საშინლად ინტუიტიური ვარ. საშინლად, ანუ ეს ჩემთვის კარგია თუ ცუდი, ხედავ ადამიანებს, ანუ ადამიანთან რო შევდივარ ურთიერთობაში, ანუ აბსოლუტურად ვიცი სად მატყუებს და სად მეუბნებს. სხვათა შორის ეს დღევანდელ კითხვებშიც მქონდა კარგი ყნოსვა თუ გაქვთ ადამიანის ცნობის. საშინლად კარგი და ალბათ მაგიტომ ყავს თითზე ჩამოსათვლელი მეგობარი. ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ძალიან ბევრ ადამიანთან რაღაცა გარკვეული ეს კარიერული ან რაღაც ურთიერთობები მაქვს, მაგრამ აი მეგობარი, აი თითზე ჩამოსათვლელი იმის და გამო რომ ნუ აი არ შემიძლია. და ჯეობარში რა იყო პრობლემა ამ ინტუიციიდან? ანუ ვიგძენი რომ რაღაცა ხდებოდა ჩემს ირგვლივ ისეთი, რაც ჩემთვის უსიამოვნო იყო, ეს რაღაცა შეთქმულებები, რაღაცა, ანუ ეს რა თქმა უნდა პროექტებს ხო თან ხო, კი, რა თქმა უნდა, არ ვიყავი მზად ამისთვის. უსებ შეგაგდეს შეიძლება. ხო, რაღაცა, ანუ ჩემნაირი ადამიანი, ანუ როცა ხარ ესეთი ემპათი. ემპათიური. ხო, ემპათიური და პლუს ამას გააქვს რაღაცა ისეთი ხო ხდები, ანუ ძალიან ემოციური ხარ.
მანდ არაფერი არ გესაქმება. კი ბატონო. ქართული გენოფონდი. აი ვინ არიან აქ ემიგრაციაში, ვისაც იცნობ თქვენს, აი ამ ქართულ გენოფონდზე მოგვიყევით და არიან ისინი დაკარგული გენოფონდი თუ დაბრუნებადი? არავითარი დაკარგული თუ დაბრუნებადი. იცი რა არის, აი ჩემს ირგვლივ ძალიან გამიმართლა. ჩემს ირგვლივ ყველა არის ძალიან კარგად. ყველა აკეთებს თავის საქმეს. სადაც თუ მომხვდარვა როგორც ან არტისტი, ან ჩვეულებრივად რამე, ანუ ღონისძიებაზე და რო უკითხავთ where are you from და ითქვამს Georgia, oh my gosh, you are so cool people. და ხალხო ეს ჩემთვის რა არის ამის გაგონება, თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, იმიტომ რომ აქ ქართველები ძალიან კარგ რამეებს აკეთებენ და ძალიან კარგად არიან. რა ანუ შემოქმედებაში და რო ავიღოთ რამოდენიმე, ანუ გინთ კლუბურ იმაში სისტემაში, ასევე რესტორნულ ხაზში. აბსოლუტურად ძალიან ბევრი ქართველია, რომელსაც მოიკიდა ფეხი და ძალიან კარგად არიან. და არიან თავის საქმეში. ჩემი ანუ ეს ჩემს ირგვლივ ჩემი სამეგობრო და ანუ ამხანაგები ვისთანაც მაქვს შეხება მე ძალიან მიხარია და ძალიან ვამაყობ იმით რომ ძალიან კარგად არიან. ანუ ძალიან კარგად განვითარდნენ და ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ. კი ბატონო. კლუბები ახსენეთ თუ ერთობით კლუბში ან სადერთობით, აი ამ პრობლემებს სად გაურბიხართ ხოლმე, სადაც არის თქვენი სულიერი ნავსაყუდელი ერთგვარად. მე ძალიან მიყვარს ელექტრონული მუსიკა და ნუ არ ვიცი ახლა შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს 46 წლის ადამიანი კლუბში რა უნდა. ნუ ჩემთვის რეაბილიტაცია. გულწრფელად ვამბობ. ანუ ჩემთვის არის კლუბი, ტექნომუსიკა, რეაბილიტაცია, სადაც აი აბსოლუტურად ვისვენებ და კარგად ვცნობ თავს. აი აბსოლუტურად გამოვდივარ დაცლილი და ბედნიერი. თუ კი რამე მტკივა, მიჭირს, ვტოვებ იქ და გამოვდივარ სხვა ადამიანი. უბრალოდ რაღაც ისე აღიქმება მაინც, აი კლუბი და ელექტრონული მუსიკა, მაინც ხალხი ცოტა ისე აღიქვამენ რაღაცა კრიტიკულად. არა ხალხო, ძალიან კარგი ადგილია. არავის არ ეკითხება ვინ, რა, როგორ ფორმით რაღაცას შვება ან გადის სადმე ან რა ცხოვრებით. აბსოლუტურად არავის საქმე არაა. თქვენს ცხოვრებაში ჩარევის მცდელობები ხშირად არის ხოლმე ისე? არა, ვერა. როგორ გონია ახლა მე მიცვა ვინმე საშუალებას ჩემ ცხოვრებაში ჩარევი? მეც გონია რომ არა. ვერა. ძლიერი. ვერა, მე მყავს 1, 2, 3 საუკეთესო მეგობარი, რომელს რჩევასაც მოვისმე. მაგრამ არავინ არ ერევა ჩემ ცხოვრებაში. ხელოვნება როგორ ფიქრობთ, ყოველთვის პროტესტს და ამბოხს უნდა მოიცავდეს და ასე ვთქვათ, თანამედროვეობის გამოძახილს უნდა პასუხობდეს ან ასხივებდეს, თუ შეიძლება სულაც არ იყოს რამე ესეთი შინაარსის მატარებელი, რაც შეიძლება. აბა არის ხელოვნება თუ არა პროტესტი. არსებობენ ხო ორი ტიპის ხელოვანები, რომლებიც უბრალოდ ქმნიან რაღაცას, ვიღაცამ შეიძლება უბრალოდ დახატოს რაღაც აკლემი, ვიღაცამ ჩადოს ის შინაარსი, რაც თანამედროვეობას ვისაც რა უნდა ისხატოს კაცო. მე ჩემი არტი პროტესტი არის და მანიფესტი არის. და ამით ფასი ხელოვნების თქვენთვის იწევა, როდესაც ეს არის ჩადებული ხელოვნება. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, თუ შენ არ მიყვები მე ისტორიას, თუ შენ არ აპროტესტებ იმ არასწორ დამახინჯებულ რეალობას, თუ შენ არ გამოხატავ შენ აზრს, იმიტომ რომ მე არ შემიძლია ხა დიდად ჭერმეტყველი ადამიანი ვერ ვარ ქართულ ენაზე, იმიტომ რომ რუსული განათლება მაქვს, რუსულად ვლაპარაკობ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ვარ, მე ვლაპარაკობ მაინც რუსულად. ესე დაალაგდა ჩემ ცხოვრებაში. მაგრამ ჩემთვის სალაპარაკო ენა არის ხელოვნება. ჩემი არტი არის ჩემს სალაპარაკო ენა. მე შენ გიყვები ისტორიას ჩემი ნამუშევრებით. და თუ არ მოგიყევი გულწრფელად იმას, რასაც გძნობ და რაც არის რეალობა, რა განცდებით ვარ და რისი გაპროტესტება მინდა, აბა ეს ნუ რაღაცა ვილაპარაკო. კი ბატონო. რა მორალური თვისება გახასიათებთ, რაც ძალიან არ მოგწონთ თქვენს თავში და ებრძვით ხოლმე ან შეიძლება არც ებრძვით და
იყოს რაღაცა ამორალური ჩემშიო რო ამბობთ ხოლმე. ამორალური, ანუ რა კუთხით? აი თქვენ რო თვლით ამორალურად, თორე შეიძლება ვიღაცისთვის სულაც არ არის ამორალური. აი თქვენს თავში რომ გეზიზღებათ რაღაც ჩვევა. საყვარელი ხარ? თუ არ გახსენდებათ, ვაი, მოიცა, რაღაცა უნდა იყოს. რა არ მომწონს ჩემ თავში? აგრესია. ანუ ძალიან არ სიამოვნებს მე თვითონ, იმიტომ ძალიან ფეთქებადი ვარ. მე ამას ყველაფერს გვერდიდან რო უყურებ, ძალიან არ სიამოვნებს. და კარგი გამკონტროლებელიც თავად ხართ თუ ვიღაცა გაჩერებთ ხოლმე. თუ ამოვხედქე, მე ვჩერდები. ადამიანებს გვაქვს სხვადასხვა გრძნობის ორგანოები, ხო და აღქმის და სამყაროს შევიმეცნებთ თვალებით, ხედვით, სმენით, გემოთი, შეხებით და ასე შემდეგ. აი ეს გრძნობები მომიყევით საქართველოსთან მიმართებაში. აი რა არის თქვენთვის მთავარი კადრი, რაც უკავშირდება საქართველოს? ხმა საქართველოში რა არის? აი გემო საქართველოსი რა არის? და ეს გრძნობები ჩამოვთვალოთ. მოდი დავიწყოთ თქვენი ხედველობით. კადრი და საქართველო. ჩემი საქართველო. ანუ მე ძალიან მიყვარს საქართველო. ძალიან, იმიტომ რომ ჩემ ოჯახს მიცა შანსი არსებობის. ბაბუას გულისხმობ. თავარი კადრი, თავარი შთაბეჭდილება კადრობრივი. ზღვა. ბათუმის ზღვა, პლაჟი. კადრი არის ბათუმის სანაპირო. ხმა. კაი, რასაც ამიყვარე. აი, ქვევს ვერტყმება ტალღები, ხა ვტირდები. აი ის ხმა, ანუ დილით ადრე 4 საათზე, 5 საათზე რო გადიხარ ბათუმის სანაპიროზე. რომ არავინ რო არ არის და აი კამკამაროა წყალი, აი სუფთა, აი შემოგევლე და აი ის ტალღები, პატარა ტალღები რო ერტყმება და ის ხმა, ანუ ქვების ხმა, ანუ არ სუნი აჭარული ხაჭაპურის გემო მაშინ გემოც არა ხუმრობა არა სუნი უცებ ეტყობა რომ რაღაცა წამიღო ეხა არა სუნი ბათუმის ბულვარში არის ხოლმე გაზაფხულზე ანუ აი ნინოშვილის ქუჩაზე დამოვიწყდა იმ ხეებს რა ქვია დიდი ესეთი თეთრი ლილია არა მაგნოლია გემო აჭარული ხაჭაპური რისი გწამთ ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მორწმუნე ხართ თუ ათეისტი ხართ თუ მორწმუნე ხართ რისი გჯერათ თუ ათეისტი ხართ იმ ათეისტობაში რისი გწამთ კიდე ერთი ხეიტი ანუ იმენა ხეიტის ბუდე ვიქნები ახლა მე საზოგადოებისთვის მაგრამ ათეისტი ვარ მაგრამ ეს ჩემი ათეიზმი ეტაპობრივი არის. ან რაღაც ეტაპზე არის? არა, მამაჩემი იყო კათოლიკი, დედა იყო მუსლიმი. მე ვიყავი მონათლული, მართლმადიდებელი, მამაჩემის ბიცოლამ განაპირობა ეს ძალიან მორწმუნე ქალი იყო და მულტირელიგიური ოჯახი ხართ? ესე დიდად მორწმუნე და ეკლესიური ადამიანი არასდროს არ ყოფილვარ. მაგრამ როცა დავიწყე ჩაღმავება და ეს მოხდა აქ ამერიკაში დასიზო ამერიკაში გახდით ათეისტი ხა იტყვენ ამერიკამ გააფუჭა ეს ქალი რაც უნდა ისთქვან ისე კომენტარების გეშინიეთ არ უყურებ თქვა მე ამ გადაცემას არ ვნახავ მე არაფერს არ წავიკითხა ჩემს ირგვლივ ჩემმა მეგობრებმა იციან რომ არაფერი არ უნდა გამომიზავნონ და მითხრა ნეგატივი რომ არ მიიღოს თუ უბრალოდ მაგრას არა უბრალოდ ჩემი გიპერემოციურობის გამო აჰა გასა არავინ არაფერს არა და არც უყურებ. იცი რა არის ის კი არა მაქვს ჩემი თავის არ მიმღებლობა. რაღაც მომენტში, აი ჯეობარის მომენტში გამიჩნდა ის რომ ვერ უყურე ჩემ თავს და ანუ ესე წლებია, ესე შლეიფად მომყვება რომ არ უყურებ. გასაგებია. რა მოხდა ამერიკაში აი ამ კუთხით წმენის დაკარგვის კუთხით? თუ ძალიან ინტიმურია გადავახდეთ ძალიან მძიმე და ინტიმური არის. თავს დამესხნენ. რაღაც მოხდა? კი, თავს დამესხნენ და რაღაც მომენტში დავკარგე მახსოვრობა და ანუ ძალიან
ძიმი ამბავია და დიდად არ მსიამოვნებს მაგის გახსენება და მანდ რაღაცა მომენტები და ესე ფლეშბექებად კადრები მქონდა, რამაც განაპირობა ეს ჩემი ათეიზმი. მაგრამ ფიზიკურ თავდასხმას გულისხმობ. ფიზიკურ ხო, ეს არ იყო თავდასხმას რაღაც. გულისხმობ, ხო, ეს 10 წლის წინ იყო, ხო, მაგრამ იცი რა არის, მე ამასთანავე სულ ვამბობ, რომ რელიგია უნდა არსებობდეს. იმიტომ რომ ამდენ გონება ანთებულ ადამიანს და ქაოსში მყოფს, რაღაცა უნდა აძლევდეს მიმართულებას. ათეისტი ადამიანი სასოწარკვეთაში ჩაგდება, უფრო მარტივია თუ უფრო რთული? უფრო რთული. რატომ? იმიტომ რომ არ ჯერა ილუზიების. აჰა, მაგრამ იმედიც ხომ არის ის მაშველი რგოლი ხოლმე, როდესაც ადამიანს და ძალიან კარგია რომ არსებობს რელიგია, სხვა და თქვენ რა გაძლიერებთ ამ ნაწილში მაშინ? რითაც თქვენი სასოწარკვეთაში ჩაგდება უფრო რთულდება ამ კუთხით. მე რა მაძლიერებს? მომეცი შეკვრა საღებავების და მომეცი საშუალება რომ ხატო. აბსოლუტურად ბედნიერი. არ ფიქრი იმაზე რომ ეხლა ქირაგა გადასახდელი, ეხლა ის ინშურენსი გადასახდელი, ეხლა იქ გადასახდელი, იქ ბანკი. ანუ შეგეშვას რა. ანუ აი ეს ყველაფერი რომ მომაშორო ჩემზე არ ვიცი ანუ აფრიკაში აბორიგენებთან რომ წახვიდეთ და იცხოვროთ მე ესეთი თავისუფლება არ გიფიქრიათ ისე გამომაგდებენ იქაც ვერ მოისმენ გამომაგდებენ კაცო სულელი არა რამდენად გაქვთ მოთხოვნილება რომ ვინმესთვის იყოთ საჭირო და გადარდებთ თუ არა ის რომ ერთ დღესაც შეიძლება აღმოაჩინოთ ან შეიძლება აღმოჩენილი გაქვთ რაღაც მომენტში ცხოვრების რომ ვიღაცისთვის ხართ უსარგებლო და აი გამოუყენებელი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ვარ გამოუყენებელი და უსარგებლო. დარწმუნებული ვარ მაგაში, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ყველასთვის იყოს სარგებლიანი და რაღაცის მომტანი. აი, შეუძლებელია. აი გულისხმობ, როდესაც ვინმეს დაჭირვებია თქვენი თავი და გაგიხარდათ, რომ აუ მე ისევ საჭირო ვარ. ესეთი მომენტი ქონდა. ანუ მე ის გარშემო ის ადამიანები მყავს და იმ ადამიანებთან ურთიერთობ, რომელთანაც ვიცი, რომ საჭიროება ერთმანეთის ყოველთვის გვაქვს. ანუ და ეს არის შეუცვლელი. და ეს არის შეუცვლელი. ეხლა მაგ რაღაცა ცოტა ისეთი ეტაპი ცხოვრებაში, რომ რაღაც ანუ გამიცრუდა იმედები და ალბათ მეც გაუცრუა იმედები, არ ვიცი. ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ სიმართლეს, იმიტომ რომ მე დავიხური ხუთი და წამოვედი. პრინციპული ადამიანი ხარ, რაღაცებში ღალატობთ ხოლმე თქვენს თავს და სასტიკად პრინციპული ვარ, მაგრამ არის მომენტი, რომ გადამიბიჯებია ჩემ პრინციპზე, რომ იმის და გამო, რომ ვიღაცისთვის ანუ ვიღაცა გადამერჩინა, ყოფილა ჩემ ცხოვრებაში. პრინციპებმა გარგოთ თუ განანათ. მარგო, მე ის ადამიანი ვარ, რომელიც ამბობს, რომ შეცდომები არ არსებობს, რაც გვემართება, ის საჭიროებაა, იმიტომ რომ საჭიროება მოგვიტანს ჩვენგან ვითარებას და ანუ როგორ გავაგრძელოთ გზა, არ არსებობს შეცდომები. ეს უბრალოდ არის სიტუატიური იმ მომენტში რაღაცა ანუ ხო ხდებია. ესე მოხდა, არ გამოვიდა ისე როგორც გინდოდა. ცხოვრება რაში არ გინდობთ? ხაც მომენტში ესე ვიცი ესე რაღაცა თვითგვემა მერთვება და ვაიმე არაფერში არ მიმართლებს და მე ვეუბნები თავს მოკეტეთ ძალიანაც კარგად ყველაფერში მიმართლებს იმიტომ რომ ისეთ მომენტებში ვარ გადარჩენილი ისეთ მომენტებში ანუ რომ არანაირი გამოსავა ხო ეს რომ ბოლომდე რო იხჩობი და ანუ უცებ რაღაცა ტოც რო პოულობ და ამ ტოც რო ჩაეჭიდები არა ამ ცეცხლიანი თავად ეთამაშებით ხოლმე თუ ცეცხლი არის ისეთი გიზგიზა რომ ამ ხანძას არა ცოტა მეც ვაწყობ იგრა ანარქიას მეც ვაწყობ არ შემიძლია ისე რაღაცა ხო გეუბნები მელანქოლიური ყველაზე შეყვარებული ცხოვრებაზე ადამიანი ვარ გენოფონდი ვახსენეთ ზეღან და კიდევ მინდა მიუბრუნდი ამ თემას აი დაკარგული გენოფონდი ვინ გახსენდებათ ამაზე თუნდაც წარსულიდან ან დავიცი ანუ ჩემი თაობიდან ან დღევანდელ ჩემი თაობა დაკარგული გენოფონდია მე მილენიალი არა ვარ X თაობაში ვარ 1979-ში ვარ დაბადებული და ეს უკვე X თაობის ბოლო არის ჩემი თაობა ანუ ვერ ჩამოგითვლი და ძალიან სევდიანად მიმაჩნია რამდენი ბავშვობის მეგობარი და ამხანაგი და ნაცნობი აღარ არის უბრალოდ ამას წინათ მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი ვიჯექით და
10 ადამიანის გახსენებაში 8 უკვე აღარ იყო. ანუ და ეს მიმაჩნია რომ დაკარგული გენოფონდია, ეს ის თაობაა, რომელმაც გაიარა 90-იანების საქართველოში, რომლებიც შეეწირნენ ნარკოტიკებს, კი ბატონო, აი ეს დაკარგული გენოფონდი არის. ჩემს მერე თაობა უკვე 90-იანებში დაბადებული, ანუ 80-იანების, აი 90-იანებში დაბადებული, ანუ მეტად ისეთი ყოჩაღები დარჩნენ. ანუ და 90-იანების ბოლოში ხო საერთოდ ყოჩაღები არიან და ძალიან მიხარია და ძალიან მომწონს, რომ ანუ აი ესე ჩვენზე უფრო მაგრები დარჩნენ, აი ამ შემთხვევაში. თორე ჩემი თაობა, რა ვიცი, ძალიან მენანება, მაგრამ ეგრეა რა. ანუ ვერ მოვიტყუები, რომ ვაიმე ძალიან ისე ვარ. არა, ვერ ვანათებ ნამდვილად. მსოფლიო რომ მარიონეტების თეატრი იყოს და თქვენ ამ თეატრის რეჟისორი იყოთ, რა სპექტაკლს შემოგთავაზებდით? აი, როგორ წარმართავდით? მარტივად რო დაგვილაგოთ რაღაცები და აი, როგორ სამყაროს ისურვებდით ამ სპექტაკლში? ეს იმდენად სამყარო აბსურდულია. ალბათ თეატრი აბსურდა. აბსურდის ჟანრი იქნება. აბსურდის ჟანრი იქნება. აბსურდის მუდმივი ქრონიკული ძლიერი განცდა ყოველდღიურობაში არის თქვენ ცხოვრებაში, რომ ყველაფერი მართლა ქარდანაც არია. კი, არის, მაგრამ მაინც ცოცხალი ადამიანები ვარ და მაინც აი რაღაცა ეუბნები თავს. პასუხისმგებლობების ფარგლებში ხო, ანუ შენი პირადი პასუხისმგებლობა გაქვს. ანუ მე როგორც ადამიანს და როგორც პიროვნებას ჩემი პირადი პასუხისმგებლობა მაქვს ძალიან დიდი. მე სხვა პასუხისმგებლობა არა მაქვს იმის გამო რომ ოჯახის წევრი არ მყავს, იმის გამო რომ შვილი არ მყავს და მარტოდ ვარ და ჩემი პირადი პასუხისმგებლობას მივყავარ იქამდე რომ მაქსიმალურად შეეცადე თავი ამყოფო ჯანმრთელად, რომ ბევრი დრო კონდეს იმისათვის, რომ მოყვე შენი ისტორია. ანუ აბსურდის ეს მძაფრი აღქმა ნიჰილიზმში არ გაგდებთ. არა. კოშმარების მბრძანებელი რომ იყოთ, ვის დაესხმებოდით თავს და ბიძინა ივანიშვილს. რა კოშმარს დაასიზმრებდით? რა კოშმარს? მონანიებაში გახსოვს ის ეპიზოდი სიზმარში რო არის, წრეზე რო დადის. ბე. ანუ მაგ დღეში ჩავაგდებდი სიამოვნებით. ესე ბე, აღოთ ხალხი რო ეუბნება ზევიდან ბე. კი ბატონო. კი, დავმართებდი სიამოვნებით. რაღაც ასპექტში ეგ მომავალი აქვს, ეგ ელის მაგას, მაგრამ თვითონ ერს გვიწევს მონანიებაში ყოფნა. მერე ეს ყველაფერი რო დასრულდება, ანუ იმიტომ რომ ყველა იმპერია სრულდება და ესეც იმპერიაც არ არის, რაღაც აბსტრაქტული არის, ანუ ძალიან თავარი მოსანანიებელი რა გვაქვს, როგორ ფიქრობთ, ქართველებს როგორ ერთმანეთის დაუნდობლობა პირველ რიგში, ანუ აი ერთმანეთის ჭამაზე რო ვართ გადასული. ერთმანეთთან მოგვიწევს მონანიება, იმიტომ რომ ძალიან არ მინდა რომ საბოლოოდ მოგვექცეს რა ფორმაში გადავარდეთ, იცი რომ ანუ აი მეზობელს რო ასმენს. და რაღაცა აი მაკეთკენ მიგვაქანებენ და აი ძალიან არ მომწონს ეს ფორმა, აი თავისუფლებას რო გიზღუდავენ, ყველაფრის თქმის რო გეშინია. არ მგონია რომ ეხლა საქართველოში ყოფილიყავი და ამდენი მელაპარაკა და ამდენი მეთქვა, როგორც ეხლა ვლაპარაკობ აქ შენთან, რომ ანუ ერთით აბსურდში ცხოვრობს ჩვენი სახელმწიფო. ცხოვრებაში სანთლით რას ეძებთ? აი რო ამბობენ ხოლმე რომ ეს ამას რაღაცას ვინმეს ან რამეს სანთლით ეძებსო, თქვენ ვის ან რას ეძებთ ცხოვრებაში სანთლით? აი, ინსპირაციის დეფიციტი არ მაქვს რო ვეძებდე. ეხლაც იმდენი მომენტები მქონდა ის საინსპირაციო. თქვენი ინსპირაცია ასწრებს ხოლმე თქვენს განხორციელებულ ნამუშევრებს. კი, ასწრებს და ძალიან ბევრი მივიწყებულიც არის, ძალიან ბევრი საშუალება არ მაქვს რომ გავაკეთო და შევქმნა, მაგრამ ჩემთვის ანუ მაინც იცი რა არის სამართლის პოვნა ძალიან ძნელია, სიყვარულის პოვნა ძალიან ძნელია და არ ვიცი, ჯანმრთელობას. ჯანმრთელი მინდა ვიყო. აი მინდა რომ დიდხანს ჯანმრთელი ვიყო, რომ ბევრი რაღაცა გავაკეთო. მაინც გაატაროთ ოკეანის პირას. სადღაც ალბათ ლათინურ ქვეყნებში. კი, მექსიკა. მექსიკაში გამოვხდი ხო, მექსიკაში მინდა. მექსიკაში გინდა ციბერის გატარება. კი, ძალიან მინდა მექსიკაში ჩემ ბევრ ძაღლებთან და კატებთან ერთად. რატომ მექსიკა?
ბათუმის ოკეანე რით არის ნაკლები? იქიდან წამოვედი. ის ხო წარსულია. მე წარსულს აღარ უბრუნებ. მე არასოდეს არ ბრუნდები არსად. მე თუ წამოვედი, იქ არასოდეს არ ბრუნდები. ესე იგი რაღაცამ განაპირობა რომ წამოვედი იქიდან, ესე იგი არ ვიყავი ბედნიერი და სადაც არ ვიყავი ბედნიერი, იქ ვებრუნდები არასოდეს. ეს ესე სიტუაცია რო შეიცვალოს. ნუ ეხა მე მაქვს ერთი რაღაც გასაკეთებელი. მამაჩემი ისე წავიდა რომ მე მას არ დავმშვიდებო, ვერ დავემშვიდობე. და აუცილებლად უნდა დავემშვიდობო და აუცილებლად მიწევს ჩასვლა, მაგრამ სანამ ესენი არიან, არა რა თქმა უნდა. შეუძლებელია. დაუმთავრებელი საუბარი თუ გაქვთ ვინმესთან? სალაპარაკო და დასამთავრებელი რო არის. ნუ რადგან ეს გაყინული დარჩა ხაერში, ესე იგი არც არის საჭირო რომ დამთავრდეს. თქვენი ოთახი აი საძინებელი არეულია ხოლმე თუ წესრიგი გიყვართ თავის ადგილზე თუ აი. აუ, ეგ არის ტანჯვა, საშინელი პერფექციონისტი ვარ. ანუ ავანტყოფურად ზოგჯერ ეგ უფრო მღლის, ვიდრე ის რაღაცა პროცესი ხატვის დროს არეულობის, იმიტომ რომ მაინც მუშაობის პროცესში ყველაფერი ირევა შენს ირგვლივ, იმიტომ რომ იქ ხარ, ანუ იქ ხარ, ჩათრეული ხარ, ქმნი და რაღაცებს უკვე ვეღარ აკონტროლებ, მაგრამ მე რო ბრუნდები რეალობაში, რაც ძალიან არ მიყვარს, არა ნუ რასიზამ, ესე არ გამოდის, სულ ვერ იქნები პროცესში. მე პროცესი უფრო მიყვარს, ვიდრე ფინალი. არტში. ფინალზე უკვე ნუ რაღაცა დაცლილი ვარ. ესე თქვენს თავს ჭამთ ხოლმე, თქვენს თავს თქვენ უფრო ვნებთ ყველაზე მეტად. თქვენი თავის მტერი ხართ? კი, მე მეტად ვნებ ჩემ. კი, ვის თუ რამე დაუშავებია ჩემთვის, პირველ რიგში მე ვარ. რა არ გასვენებთ? რო ვიცოდე რა არ მასვენებს, ხო დამასვენებ და შეკაიკაცო. შეკაიკაცო, რო ვიცოდე რა არ მასვენებს და რო ვიცოდე რაზე მაქვს პროტესტი და რა ადუღებს ამ ჩემ გონებას, ხო დავისვენებ. ისე ადამიანს, აი ადამიანი, ზოგადად ადამიანთა მოდგმა, როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად რისთვის იღწვის. მაგალითად, აი კარგი სამსახური აქვს, ხო? იბრძოლა ამისთვის და აქვს კარგი სამსახური და რა ხდება მერე, რისთვის იღწვის? შეიძლება დაუშვათ ამან მოუტანოს, არ ვიცი, კარგი მეუღლე, შეიძლება ვიღაც იბრძვის კარგი საყვარლისთვის, კარგი სექსისთვის, ბევრი სახლებისთვის, მოგზაურობისთვის, მაგრამ ეს სურვილები ხომ აღარ და აღარ მთავრდება და ხომ მაინც დაუკმაყოფილებელია და კიდევ რაღაც უფრო მეტი უნდა. და აი ეს პიკი სურვილების, როგორ ფიქრობ, რა არის? შესაბამისად, ანუ რა ამოძრავებს სამყაროს, როგორ ფიქრობთ, რა თავარი ვნება? ხელისუფლება. რა თქმა უნდა ხელისუფლება. ხელისუფლება. და ძალაუფლება რატომ უნდა მაშინ? ესეც არ არის პიკი, აქაც კიდე მივდივართ. ძალაუფლება რატომ უნდა ადამიანს, რომ მართოს სხვა ადამიანები? რატომ? ანუ ეგოცენტრულობის გამო. ეს შინაგანი ეგოს დაკმაყოფილება. ანუ მაშინ სამყაროს ეგოცენტრულობა. ყველა რაღაც მომენტში ხო, ჩვენ ხო ყველა რაღაც მომენტში ვართ ეგოცენტრიკები და ყველას რაღაც მომენტში გვაქვს. ანუ ეს შინაგანი мотиваცია იმის რომ უფრო გავიზარდოთ და მაღლა ვიყოთ და ანუ მეტად გავლენები გქონდეს. ანუ სამყაროს ამოძრავებს ეგოცენტრიზმი, შეიძლება თქვა. ეგოცენტრიზმი, კი. და ნუ ყველას უნდა რომ იყოს გავლენიანი და ყველა ვერ იქნება გავლენიანი. ყველა თუ იქნება გავლენიანი, მასა არ იქნება, რომელზეც გავლენა უნდა მოახვედროს. ერთი ადამიანი თუ არსებობს ცხოვრებაში, ვინც თქვენს ცხოვრებაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მაშინ. ან დადებითი, ან უარყოფითი, რამაც სრულად ამოაწყიარა თქვენი ცხოვრება. დადებითი. დადებითი დედამ. დედამ. და უარყოფითი, ანუ იყო ჩემ ცხოვრებაში ახლა ეს ბოლო 3 წლის წინ რაღაცა ფაქტები მქონდა, რამაც აბსოლუტურად ამომატრიალა და აბსოლუტურად მეტად დაუნდობელი გამხადა ადამიანის მიმართ, რამაც ადამიანი სხვა კუთხით დამანახა. მე არ დამინდეს. ხო, მე არ დამინდეს, მე გამწირეს და ანუ ამან ძალიან დიდი ცვლილება, ანუ ძალიან დიდი ცვლილება მოიტანა ჩემში. სადღაცა საშინლად რბილი გამხადა და სადღაცა ძალიან დაუნდობელი გამხადა. ეს ახლა თქვენში ცხოვრობს თუ დავივიწყე, ვცდილობ რომ დავივიწყო, იმიტომ რომ არ შემიძლია მაგრამ ჩაიკირა, ხო? სისულელეს ტარების თავი არ მაქვს, იმიტომ რომ ვერ გადავრჩები.
ყველაფერი რო ვატარო, ძალიან კარგი უნარი მაქვს, ვივიწყებ ყველაფერს. დაუმსახურებელ პატიებებს რამდენად ხშირად გასცემთ, ან თქვენ რამდენად ხშირად იღებთ? ღირსი რომ არ ხართ და რომ გპატიობენ ამ პირიქით. მე მქონია შემთხვევა, რომ ჩემთვის ძალიან საყვარელმა მეგობარმა მაპატია და დამიბრუნა და ჩემთვის ეს მაჩვენებელი იყო, რომ ანუ ადამიანობის? ხო, ადამიანობის, ანუ ჩემს უნდა ძალიან დიდი ადამიანობა გამოიჩინა, რომ ძალიან ვაწყენინე და მაპატია, დამიბრუნა და ეხლა ჩემი საუკეთესო მეგობარია და ერთად ვართ და ხშირად ეს ჩაჭრები მნიშვნელოვანია. ანუ მე თვითონ რა მომენტი მაქვს, იცი, მე არ ვპატიო. მე უბრალოდ ვივიწყებ. უბრალოდ ვივიწყებ. რა უნდა ვაპატიო, ისიც აღარ მახსოვს. ვივიწყებ. მაგრამ აგძელებთ ურთიერთობას თუ აღარ? არა, ვივიწყებ, всё, ვამთავრებ. ანუ უკვე ნაპატიებელი არის და დავიწყებ. მაგრამ თქვენგან შორს უკვე. ხო, რა თქმა უნდა, აბა, ნუ ეხა ერთხელ რო გაგიმეტებს ადამიანი, კიდე გაგიმეტებს. რა უნდა მე ჩემთან ერთად გახოცე. მაშინ თქვენ რა გინდოდათ იმ თქვენ მეგობართან რო გაპატიათ და მე მოვინანიე. მე მქონდა ჩემი მონანიება და ძალიან დიდი გზა გავიარე. თქვენი გოლგოთა ზიდე. კი, ჩემი კი. ესე ბოროტია ადამიანი? ადამიანთან მოდგა სასტიკად ბოროტები ვართ. რას ლაპარაკობ? ჩვენზე ბოროტი? აი ბოროტად დავიბადეთ? ბოროტად არ დავბალდებულოთ. ბოროტებად ვყალიბდებით. ნელ-ნელა გზადაგზა. რამ გავა ბოროტა? ну ალბათ აი სწორად მინდა აქ ფორმა, სწორად მინდა თქვა ალბათ მიზნების ვერ რეალიზება და ვერ მიღწევამ და ანუ სირთულეებმა და უსამართლობამ. ისე რომ არ არის ყველაფერი ისე როგორც ჩვენ გვინდა და ეს ნელ-ნელა გზადაგზა ეტაპობრივად ადამიანს აბოროტებს. ცხოვრებაში ყველაზე დიდი მსხვერპლი რა გაიღეთ? ანუ ყველაზე ძვირი რაში გადაიხადეთ ამ ცხოვრებაში? ბევრი რამე ჯანმრთელობით გადავიხადე, ბოლო 2018 წლიდან აი ამ დღემდე სულ ვიბძვი ჩემი ჯანმრთელობისთვის. და ძალიან ჩემი ანუ ეს რაღაცა ესეთი წარმოსახვითი ბედნიერება, რაღაცა მაინც იმსხრევა იმით, რომ თუ არ ხარ ჯანმრთელი ადამიანი, აბსოლუტურად ვერაფერს ვერ ახერხებ და უმეტეს შემთხვევაში კრიზისები ამერიკაში მქონია იმის და გამო, რომ ანუ 4 ოპერაცია მაქვს გადატანილი ამ 8 წლის მონაკვეთში. და ანუ ეგ კრიზისები მაგას ჯანმრთელობასთან არის ჩემთან დაკავშირებული. გადიხართ ფინალში? ეხა კიდე ახალი ეტაპი, მაგრამ ანუ რაღაცა არ ჩერდება, არ მომასვენა. ძალიან განვიცდი ამას, არ მომასვენა. თქვენს თინეიჯერობაში იმ პერიოდში ხშირად გოგონებს იტაცებდნენ ხოლმე და ესე რჩებოდნენ და თხოვდებოდნენ ამ ფორმით. თქვენ რომ მოეტაცებინეთ ვინმეს, დარჩებოდით თუ არა? ვინ გამიბედავთ? რას მეუბნები, რას მელაპარაკები? მარტოობამ ისე მიჩვევა იცის? აუ ეგა დიდი პრობლემა რომ არ მინდა ამ მარტოობის დარღვევა. ანუ სხვა ადამიანების, ანუ პირად ცხოვრებაში სხვა ადამიანების შემოსვლა, სხვა ადამიანის შემოსვლა, რაღაცა ცოტათი კატასტროფაა ჩემთვის, იმიტომ რომ ვეღარ გადავერთვები ვერავის. ძალიან მომწონს, ანუ ძალიან მომწონს ისე როგორც ვარ. ძალიან კომფორტულად ვარ ჩემ თავთან პირველ რიგში. არასოდეს თავს მარტო არ ვცნობ. ყველაზე ისეთი ლამაზიერი, აი მიმზიდველი სექსუალური ერის წარმომადგენლები ვინ არიან? ქართველები. ლამაზ ქართველზე სექსუალური ადამიანი მე არ მინახია, აბსოლუტურად. მაგრამ ამასთან ერთად ცოტა ინტელექტიც უნდა იყოს, იმიტომ რომ ნუ აი ეს რაღაცა ცოტა უინტელექტობა, არავის არ ვაკნინებ, მაგრამ უინტელექტობა ყველა ერში ცუდად გამოიყურება. ამ გადაცემაში ხდება ხოლმე ერთი ადამიანის მოკითხვა, შეხედეთ კამერას და მოიკითხეთ ვინმე, ვისაც ფიქრობთ, რომ თქვენი ამ ეთერით მოკითხვა ყველაზე მეტად გაუხართ. როსტომ, საყვარელო, ძალიან მიყვარხარ, ძალიან მენატრები და ყველაფერი კარგად იქნება. ადამიანმა, რომელმაც მე მომცა შანსი, რომ დარჩენილიყავი ამერიკაში და ჩემი მამა
როგორც საკუთარი мама ისე დაგძალა და მოუვარა. უღრმესი მადლობა, მაშინ დაგემშვიდობები, ძალიან დიდი მადლობა გაიხარე. იმისთვის, რომ დამითმეთ დრო და წარმატებები, ჯანმრთელობა და რა ვიცი, ყველაფერი ის, რაც შეიძლება რომ თქვენს კრეატიულ გონებაში მოიხარშოს კარიერული თვალსაზრისით თუ საკუთარი ცხოვრების კუთხით. მადლობა შენ და მინდა გითხრა რომ ძალიან კარგ რამეს აკეთებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს არა აქვს საშუალება და ანუ ეხა კი არის რაღაცა WhatsApp-ი, FaceTime-ი ძალიან მაგრამ მაინც აი გვერდიდან შეხედოს თავის ნათესავს, მეგობარს, დედას, მამას, შვილს და ძალიან კარგია რომ აკეთებ იმას, რომ ყვები ჩვენ ემიგრანტულ ცხოვრებას და ჩვენ ისტორიებს. ამა თუ იმ კუთხით ვიღა პროფესიაში არის. ძალიან კარგია, ძალიან მიხარია და წარმატებას გისურვებ ასევე. უღრმესი მადლობა. გაიხარეთ. გაიხარეთ. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, მე გემშვიდობებით ერთი კვირით, მანამდე კი შეგახსენებთ ისევ და ისევ გთხოვთ გამოყვებით სოციალურ ქსელებში, მათ შორის YouTube-ზე, სადაც შეგიძლიათ ამ გადაცემის სრული ვერსია ნახოთ. ხვდებით.